ბათუმში ორწლიანი მუშაობაში აჯამეს ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის და სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულებმა. ამერიკის საელჩოს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტში ბათუმიდან 25 სოციალურად და ეკონომიურად შეჭირვებული მოსწავლე მონაწილეობდა. 14-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები კვირაში 6 საათის განმავლობაში ინგლისური ენის უფასო კურს ეუფლებოდნენ და სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ. ორწლიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ელემენტარისა და pre-intermediate-ის საბეხურები გაიარეს. პროექტის მიზანს მოსწავლეებში ლიდერის უნარჩვევების ჩამოყალიბება და ინგლისური ენის პოპულარიზაცია წარმოადგენს. კურსდამთავრებულებს მიღწეული წარმატება საქართველოში ამერიკის ელჩმა მიულოცა. რიჩარდ ნორლანდმა 25-ვე კურსდამთავრებულს სერტიფიკატები, წიგნები და MP3 პლეიერები გადასცა. ამ პროგრამით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა დაეუფლონ ინგლისური ენის უნარჩვევებს, მიიღონ საბაზისო ცოდნა, რასაც შემდეგ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიღრმავებენ. მიგვაჩნია, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის შესასწავლად. ამ პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ლიდერის თვისებების ბავშვებში ჩამოყალიბებას, ასევე ინგლისური ენის კომპეტენციების განვითარებას და ასევე დაეხმაროს მათ მომავალში უკეთესი სამსახურების პოვნაში და განათლების თვალსაზრისითაც. მე მივიღე სერტიფიკატი, რომლის დახმარებით მომავალში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ რამეში დამეხმარება და მომავალ ექსესელებს, რომლებიც მოხვდებიან ამ პროგრამაში, ვეტყვი რომ ძალიან გაუმართლოთ და უსურვოთ წარმატებას.